ოქტომბრიდან მთავრობა მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტების დაფინანსებას იწყებს. მეწარმეები რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გავლის შემდგომ 5,000-დან 15,000 ლარამდე ფარგლებში გრანტებს მიიღებენ. რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდება მთავრობა აღნიშნული პროგრამისგან და ვის შეუძლია ისარგებლოს გრანტით. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია. ბატონო ოთარ, მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონო ოთარ, გრანტების გაცემა მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, როგორც აღნიშნე, ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. რას წარმოადგენს ეს პროგრამა, სულ რამდენ ბენეფიციარს დააფინანსებ და რამდენია გამოყოფილი ბიუჯეტი ამ ყველაფრის დასაფინანსებლად? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ, მივესალმები ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამას, სახელმწიფო პროგრამა წარმოიშ საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები ოფიციალურად დაიწყო 2015 წლის მარტიდან. მიზნად ისახავს, როგორც თქვენ უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო აქტივობების მხარდაჭერას ორი მიმართულებით. პირველი ეს არის ახალი ბიზნესის წამოსაწყება და არსებულისგან გაფართოება გადაიარაღების მიზნით საჭირო ფინანსური რესურსის თვალსაზრისით მხარდაჭერას და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის რეგიონში ცხოვრები მოსახლეობისთვის ზოგადად ამ პროგრამაში ჩართული პირებისთვის თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკასთან დაკავშირებული ცოდნის მიწოდებას ტრენინგ სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით. რაც შეეხება ეტაპებს, პროგრამის ეტაპებს, როგორც მოგეხსენებათ, პროგრამას კურირებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, თუმცა ადგილობრივ დონეზე მისი განმახორციელებლები არიან სამთავრობო კომისიის მიერ შერჩეული ეგრეთ წოდებული კონტრაქტორი განმახორციელებელი ორგანიზაციები და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პროგრამაში მონაწილეობის მიზნით კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთობა უწევს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ადგილობრივ დონეზე არიან წარმოდგენილები. თვითონ კონკურსი მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველი ეს არის ბიზნეს იდეების კონკურსი, რომლის დროსაც პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ სპეციალურ განაცხადის ფორმას, სადაც აფიქსირებენ იმ იდეას თუ რა იდეის განხორციელებასაც აპირებენ მომავალში. შემდეგ კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ხდება მისი გადარჩევა და მეორე ეტაპზე გადასულ პოტენციურ ბენეფიციარებს უტარდებათ ტრენინგი ბიზნეს გეგმის წერაში, ესე რომ ვთქვათ. იღებენ სრულყოფილ ცოდნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აქციონ მათ მიერ პირველ ეტაპზე წარმოდგენილი ბიზნეს იდეები უფრო კვალიფიციურ ბიზნეს გეგმად და შემდეგ გადიან მეორე კონკურსს, რომელიც არის უშუალოდ ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნით დაწერილი ბიზნეს გეგმების შეფასება. და აღნიშნული შემდეგ უკვე მეორე ეტაპის გადალახვის შემდეგ მეწარმე სუბიექტებს უფორმდებათ ხელშეკრულებები და როგორც თქვენ უკვე აღნიშნეს, ოქტომბრის თვიდან პირველი პროექტების დაფინანსება დაიწყება. გასაგებია, ბატონო ოთარ, რა კონკრეტულ დახმარებას თავაზობს მეწარმეებს აღნიშნული პროგრამა? საინტერესოა ასევე, რომელ სექტორებს და ვის შეუძლიათ მოგმართოთ და როგორ ფაქტურად თქვენ უკვე ახსენით, მაგრამ იქნებ განმარტოთ სექტორები. კი ბატონო, რაც შეეხება სექტორებს, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ამ პროგრამას რაც გააჩნია, ეს არის რომ ეკონომიკური საქმიანობის სფეროები როგორც ეს შეზღუდული არ არის. იქიდან გამომდინარე, რეგიონში მცხოვრება მოსახლეობამ უკეთისის ის მიმართულებებიდან ის დარგები, რაც შეიძლება პოტენციურად მოგების მომტანი იყოს და ის ტიპის სამეწარმეო საქმიანობები. მეორე ეს არის შერჩევის პროცესში ზოგადად, ანუ წარდგენილი ბიზნეს გეგმა აუცილებლად უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული, ეს არის შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი და რეალობასთან ახლოს როგორც ასეთი და საბოლოო ჯამში ხდება სპეციალური ტრენინგების მეშვეობით დაფინანსების უშუალოდ მიღების შემდეგ სპეციალური ტრენინგის მეშვეობით მეწარმე სუბიექტებისთვის როგორც ასეთი დამატებითი ტრენინგების ჩატარება ბიზნეს მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, ანუ ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ერთ მეწარმე სუბიექტზე გათვალისწინებული არის 5,000 ლარი ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტში, ხოლო მეწარმე ჯგუფის გაერთიანების შემთხვევაში არაუმეტეს 15,000 ლარისა 20%. ანუ ისე არ მოხდება, რომ დაუშვათ ერთმა მეწარმემ მიიღოს 15,000 ლარი მისი. არა, რა თქმა უნდა, ერთ მეწარმე სუბიექტზე მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 5,000 ლარით, ხოლო მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე
თუ არის საუბარი, ამ შემთხვევაში საუბარი არის 3 მეწარმე სუბიექტზე, მაქსიმუმ საუბარი არის 15000 ლარზე. 20%-იანი თანამონაწილეობით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი არის ამ შემთხვევაში ამ პროგრამის. გასაგებია, საინტერესოა უკვე რამდენმა ადამიანმა მოგმართათ, რომელი რეგიონებია ამ კუთხით ყველაზე აქტიური და რამდენად გაართვეს თავი კომერციული პროექტების მომზადებას. სხვათა შორის პირველი ეტაპისთვის, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპი დაიწყება 2015 წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება პირველ ეტაპზე აქტივობას არის საკმაოდ მაღალი, ჯამში შემოსული არის 12700-ზე მეტი განაცხადი და განცხადებელმა დააფიქსირა როგორც ასეთი საკუთარი პოზიცია. მათ შორის შედის როგორც ინდივიდუალური განცხადებები, ასევე ჯგუფური განცხადებები და საბოლოო ჯამში არის 7800-ზე მეტი განაცხადი როგორც ასეთი. ყველა რეგიონიდან საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნავი არის კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლის რეგიონები, საიდანაც შემოსული არის ჯამში 2500-მდე განაცხადი და ასევე აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი, 1950-ზე მეტ განაცხადზე არის ამ შემთხვევაში საუბარი და დაახლოებით იგივე მაჩვენებლები არის დანარჩენ რეგიონებშიც, როგორც ასეთი. გასაგებია, მოსამზადებელი ნაწილის შედეგების მიხედვით, თუ შეგიძლიათ უკვე პროგნოზი გააკეთოთ, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ პროგრამას, რომ ვიცოდეთ ელემენტარულად რამდენად ეფექტურად დაიხარჯება საბიუჯეტო სახსრება. რა თქმა უნდა, ანუ თქვენ სიუჟეტის დასაწყისში ახსენეთ და კითხვაც იყო პროგრამის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამ პროგრამისთვის გამოყოფილი არის ეს 26 თვიანი პროგრამა, მისთვის გამოყოფილი არის 20 მილიონი ლარი. რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით 26 თვიანი პროგრამიდან გამომდინარე, ეს არის 3200 დაახლოებით ბენეფიციარს, 3200-ზე მეტ ბენეფიციარზე არის საუბარი, რომლებიც უშუალოდ დაფინანსებას მიიღებენ და შექმნიან მიკრო ან მცირე ტიპის სამეწარმეო საქმიანობას, შექმნიან 5000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს საქართველოს რეგიონებში და რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი არის ისევე ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისა, ეს არის ამ პროგრამას ეყოლება 6000-ზე მეტი დატრენინგებული ადამიანი, რომელსაც ექნება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ აქციოს ის იდეები წარმატებულ კომერციულ საქმიანობად. გასაგებია, რაც შეეხება სტარტაპებს, ანუ დამწყებ ბიზნესს თუ აფინანსებს რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ისევე როგორც ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით შეზღუდვა ამ პროგრამას არ აქვს, ანალოგიური ვრცელდება სტარტაპზე და არსებულ ბიზნესზე, აუცილებლად ხდება წახალისება როგორც სტარტაპების, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოება გადაიარაღებისა. და ანუ რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, ანუ რის გამოც მოხდა ინტეგრირება ამ ტექნიკური მხარდაჭერის, ანუ საკონსულტაციო მომსახურების არის ზუსტად ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთჯერადად მოხდეს პროექტების დაფინანსება, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ იმ დაფინანსებულ ბენეფიციარებს ჰქონდეთ იმ შესაბამისი ცოდნა, უნარები და კომპეტენცია იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელ რეჟიმში შეძლონ საქმიანობა და შექმნან სიცოცხლისუნარიანი სამეწარმეო საქმიანობები საქართველოს რეგიონებში. გასაგებია, რაც შეეხება მონიტორინგს, გრანტების გაცემის შემდგომ როგორ განხორციელდება მონიტორინგი, რომ თანხების ათვისება მიზნობრივად ხდება და არ იფლანგება? რაც შეეხება მონიტორინგის კომპონენტს, მონიტორინგს განახორციელებს ერთის მხრივ როგორც კონტრაქტორი განმახორციელებელი ორგანიზაცია, ასევე მონიტორინგი განხორციელდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხრიდანაც. 26 თვიანი პროგრამის ერთ-ერთი მონიტორინგის კომპონენტი არის დაფინანსების შემდეგ მუდმივი კონსულტაციების გაწევა მეწარმე სუბიექტებისთვის და მუდმივი ინდივიდუალურ მონიტორინგზე არის ამ შემთხვევაში საუბარი და ამ მონიტორინგის ამოცანა მთავარი გარდა იმისა, რომ არ მოხდეს არამიზნობრივად თანხების ათვისება, არის ასევე ის, რომ კვალიფიციური ექსპერტების მიერ მონიტორინგის შედეგად მოხდება, ანუ პრევენცია იმ პრობლემებისა, რომელმაც შეიძლება მომავალში იჩინოს თავი, რაც ადგილობრივ მეწარმეს დაეხმარება იმაში, რომ შექმნას წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა. კიდევ ერთ საკითხს დავამატებდი. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. გისმენთ. კიდევ ერთ საკითხს დავამატებდი თქვენის ნებართვით, ანუ ამ შემთხვევაში
მეორე ტური, მე ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში მეორე ტური გამოცხადდება 2015 წლის ბოლომდე, ანუ ეს წინასწარ ჩვენ მქონდა განსაზღვრული, ანუ ამ პროგრამის მეორე ტურში, ანუ განაცხადების მიღების მეორე ეტაპზე მონაწილეობის მიღება შეიძლება იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ გადალახავენ პირველ გამოცხადებაზე, ნუ აი ამ კონკურსს და კონკურსის პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება იმ მომენტში ინფორმაცია ვერ მიიღეს, ამიტომ ნუ მე მინდა რომ ყოველ რეგიონში ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე პირებს და ამას ნუ სპეციალურად იმიტომ ვამბობ, რომ პროგრამის ფარგლებში არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრებელ მისამართს, მთავარია ის სამეწარმეო საქმიანობა ერთ-ერთ თბილისის გარეთ, ანუ რეგიონებში ხორციელდებოდეს, ანუ ამ სურვილის მქონე პირებს რომ აქტიურობისკენ მოუწოდო მეორე ეტაპზე. დიდი მადლობა, ოთარ ანთია, მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო, ეკონომიკის დღევანდელი სტუმარი.